წარმოიდგინეთ მათი განწყობა მაშინ, როდესაც გაიგეს, რომ ეს უნივერსიტეტი ბატონ სააკაშვილს უნდა თავისი დედისთვის ეჩუქებინა. რა თქმა უნდა, ეს იყო სამართლიანი პროტესტი და მაშინ რთული იყო შეიძლება ხმის ამოღება, მაგრამ ამ უნივერსიტეტში სულ იყო ესეთი ძალები, რომელსაც არ ეშინოდათ წინააღმდეგობდნენ უსამართლობას. თუმცა ძალა აღმარცხნავს, როგორც იტყვიან და წაიღეს, მიითვისეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს წაართვეს და გადასცა საკუთარ დედას. თბილისში კოსტავას 77-ში მდებარე 2746 კვადრატული მეტრი ფართის შენობა ნაგებობა. ელექტრონიკის ფაკულტეტის 5 სართულიანი შენობა და მასზე დამაგრებული 597 კვადრატული მეტრის ფართო. თბილისში იგივე მისამართზე კოსტავას 77-ში მდებარე 866 კვადრატი ფართის შენობა ნაგებობა, ეგრეთ წოდებული ჟანგბადის ლაბორატორია და მასზე დამაგრებული 877 კვადრატული მეტრის ნაკვეთი. თბილისში კოსტავას 77-ში მდებარე 731 მეტრის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 2858 კვადრატული მეტრის შენობა ნაგებობა, ესაც 5 სართულიანი შენობა. თბილისში კოსტავას 77-ში მდებარე სპორტული მოედნები და მასზე დამაგრებული 9273 კვადრატული მეტრის ნაკვეთი. თბილისში კოსტავას 77-ში მდებარე შენობა ნაგებობები პირველი და მეორე საერთო ფართობით 9058 კვადრატული მეტრი. ერთი იყო 5059 და მეორე იყო 4058. აღნიშნული შენობების ჩამონათვალი ეს გახლავთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უკანა მხარე, უკანა ეზო, სადაც იყო ძალიან სპორტული გამაჯანსაღებელი ობიექტები, იყო სამხედრო ლაბორატორია, როგორც გითხარით, ელექტრონული ლაბორატორია და შენდებოდა ორი დიდი კორპუსი. აშენებული იყო, დამთავრებული იყო, მიდიოდა შიგნითა სამუშაოები, ასე ვთქვათ, ზოგიერთ შემთხვევაში უკვე ლაბორატორიები გადასული იყო. ერთი რამეც მინდა გაუსვა ხაზი, რომ 5 სართულიან კორპუსებში რაც იყო მერხი, სკამი, ყველაფერი წაიღეს. არაფერი სტუდენტების და რომელიც წარმოეწონათ ფანჯრიდან მხრიდან პრივატიზაცია შეიძლება მოახდინოს შენობის, თუ ამას პრივატიზაცია ქვია, მაგრამ თავისი ლაბორატორიის აღჭურვილობით, თავისი მერხებით, თავისი სკამებით ძალიან წარმოსადგენია იმისათვის, რომ იმ 5 ცალი აუდიტორიიდან ქალბატონი გადასულიყო უკვე სრულყოფილ შენობაში, გამზადებულ შენობაში. ასეც მოხდა